ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე საქართველოში ახალ ფილმს იღებს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებით დილემა თეთრსა და შავს შორის ქილერი ქალის ცხოვრების ბოლო 15 წუთზე მოგვითხრობს. ნახეთ ჩვენი ექსკლუზიური რეპორტაჟი გადასაღები მოედნიდან. ქილერი ქალის ცხოვრების ბოლო 15 წუთი, დილემა შავსა და თეთრს, კეთილსა და ბოროტს შორის. ჯინსების თაობის და ექვთიმე თაყაიშვილის ისტორიაზე ფილმის გადაღებების დაწყებამდე ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი რეჟისორი საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა. დრო უქმად არ დაუკარგავს და ამჯერად მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. მე ვიყავი ლოს-ანჯელესში, როდესაც არმაზმა გამომიგზავნა სცენარი და იქ ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა კარგი ფილმი გამოსულიყო და მაშინ დავგეგმეთ, უბრალოდ ჩამოვედი, მოვამზადებ სახეობის შერჩევა შედგა. საკმაოდ საინტერესო ისტორია, ქილერი ქალის, ბოლო 15 წუთი და ფილმს ქვია დილემა შავსა და თეთრს შორის. ანუ ბევრი კითხვა პასუხი არის და დღეს ვიღებთ მის მიერ 4 ადამიანის მკვლელობის სცენას. მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებების პირველი დღე კოჯრის ტყეში დაიწყო და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. რეჟისორის გადაწყვეტილებით ფილმში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს მოყვარულებიც ასრულებენ. ძალიან საინტერესოა და ჩემი პერსონაჟი საინტერესოა. იქიდან გამომდინარე, ანუ პირველი როლი არის ჩემთვის, ეს დავწყები ვარ და ანუ მომავლისთვის მე მგონი ძალიან კარგი არის რა. მიხარია რომ ანუ მომეც საშუალება რომ ეს გავაკეთო რაღაცა და პირველი როლი შევასრულე. აი ხასიათზე ვარ, კაი ამინდია. აი ყველა ერთად მეგობრები ვართ და ყველანი კარგი ფილმს ვიღებთ. თავარი გმირი, ახალგაზრდა ქილერი ქალის როლის შემსრულებელი ანი წერეთელი ამბობს, რომ ეს არ არის მკვლელი ქალის უბრალო ბანალური ისტორია. ეს არის განუწყვეტელი შინაგანი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, რომლის ფინალსაც რეჟისორის გადაწყვეტილებით მსახიობი ჯერ საიდუმლოდ ტოვებს. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში ბანალური მკვლელი ქალის ისტორია. აქ არის რეალურად ქალის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავი მოიკლოს. რატომ მიჭირავს ეს იარაღები? იმიტომ რომ ვიღებ სცენას, ანუ რაღაც ისეთი კადრი არის, როცა საუბრობს, ანუ ორი ადამიანი არა, ანუ მისი წარმოსახვის, ასე ვთქვათ, ობიექტები ჩნდებიან, ანუ ცოტა კეთილი და ბოროტის სახით. და ახსენებენ იმ სცენას, როდესაც ერთ-ერთი მისიის შესრულების დროს როგორ კლავს ხალხს. ნიკოლოზ ხომასურიძის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქილერი ქალის ცხოვრების ბოლო 15 წუთის პრემიერა თბილისში რეჟისორის ლოს-ანჯელესში გამგზავრებამდე შედგება. მოგვიანებით კი მას კანის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ.